რუბრიკაში პორტრეტი გაგაცნობთ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველს, ეკონომიკის დოქტორს ვახტანგ ჭარაიას. მე ვარ ვახტანგ ჭარაია, 28 წლის, ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში. გახლავართ თესეუს ანალიზსა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი და ვარ აგრეთვე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს წევრი. აგრეთვე გახლავართ ეკონომიკის დოქტორი. გახლავართ ფართო პროფილის ეკონომისტი, ვმუშაობ როგორც ფინანსების მიმართულებით, ასევე მაკროეკონომიკის მიმართულებით, ვარ აგრეთვე კონფლიქტების მიმართულებითაც. თავიდან რო თქვა რაღაც კონკრეტული მინდოდა და ეკონომიკაში და ეს წინასწარ ვიცოდი, ალბათ უფრო ეტაპობრივად ყველაფერი თავისი დაალაგდა და შემდგომ ჩემი თავი ვიპოვე გარკვეული მიმართულებით. უნივერსიტეტის დამთავრების შემდგომ მაგისტრატურას ასწავლებლად წავედი, ვსწავლობდი ბალტიის საერთაშორისო აკადემიაში, ლატვიაში, ქალაქ რიგაში, სადაც დავამთავრე ეკონომიკის განხრით ევროპაცოდნეობის მიმართულება და მაგ დროს უკვე დავიწყე სხვადასხვა ქვეყნებში ჩემი, ასე ვთქვათ, ვიზიტები, სხვადასხვა აკადემიური ვიზიტები, სადაც მონაწილეობდი სხვადასხვა კონფერენციებში, გამოსვლებში, ფართო პროფილის ეკონომიკურ ღონისძიებებში. შემდგომ, როდესაც უკვე მაგისტრატურას დავამთავრე, გავაგრძელე დოქტორანტურაზე სწავლა. ვიყავი ჰარვარდის უნივერსიტეტში მივლინებით, სადაც თესეუს სახელით მოვიპოვე უფლება საქართველოში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წავიკითხოთ გარკვეული მიმართულების საგნები, ისინი, რომელიც დიდი ხანია უკვე ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში იკითხება და ამ შემთხვევაში მე გახლავართ ჰარვარდის ბიზნეს სკოლის აფილირებული ლექტორი, რომელსაც უფლება მაქვს ჰარვარდის სახელით წავიკითხო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვადასხვა კურსები. ამ ეტაპზე ჯერჯერობით ერთი საგანი მაქვს აღებული. საქართველოს 2015 წლის ბოლოს ჩაეწერა ჰარვარდის ბიზნეს სკოლის აფილირებულ უნივერსიტეტთა შორის, რომელთაც უფლება ექნებათ ის, რაც მიმდინარეობს მათთან ამერიკაში, ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში, ჩვენ შევძლოთ, რომ ჩვენ სტუდენტებსაც ვასწავლოთ იგივე ხარისხით, იგივე სილაბუსით, იგივე წიგნებით და გამოცდილებით, რაც და როგორც ასწავლიან ამერიკაში. ლექტორი, როგორც ესეთი მკაცრი არა ვარ, არც ქულების დაწერაში ვარ ძალიან მკაცრი, თუმცა თუ ხედავ, რომ სტუდენტი არაფერს არ აკეთებს და არ მაცობს, პრინციპში მეც პრინციპულად დავუდგები და ვერაფერს ვერ მიიღებს, თუმცა თუ ხედავ, რომ სტუდენტი მონდომებულია, სტუდენტების წახალისება ჩემს ინტერესებშია. ეს არის საკმაოდ კარგად აღზრდილი. თავდაბალი და ძალიან ადვილი ურთიერთობაში. კომუნიკაბელური და რაც თავარი ერთი ცამდო პიროვნება. ძალიან ბევრ რამეს მე ხედავ პირდაპირ როგორ ისრუტავს ეს ახალგაზრდა კაცი ჩემთან ურთიერთობაში და მიუხედავად იმისა, რომ მე მისთვის არც ლექცია ჩამიტარებია, არ ყოფილვარ მისი უშუალო მასწავლებელი, არც დისერტაციის ხელმძღვანელი არ ყოფილვარ, მე მას მივაკუთვნებ ჩემ მოწაფეთა რიცხვს. რადგანაც ის როგორც პროფესიონალი, როგორც აქტიური საზოგადოების წევრი, ცდილობს გადაიღოს ჩემგან გარკვეული ქმედებები და რაც თავარია ჩემს შენიშვნებს არაუბერლოდ იღებს, არამედ ითვალისწინებს. პროფესიული კუთხით მიუხედავად იმისა, რომ ის საკმაოდ ახალგაზრდა, ის უკვე ჩამოყალიბებული ეკონომისტია და საკმაოდ წარმატებული. და არა მარტო იმიტომ, რომ მან მოახერხა სადოქტორო დისერტაციის დაცვა, ჩვენ ასეთები ბევრი ვყავს, მაგრამ იმიტომ, რომ მას აქვს გარკვეული საერთაშორისო აღიარებაც. მას იწვევენ სხვადასხვა კონფერენციებზე, ალბათ ქართველ ეკონომისტთა შორის, მასზე მეტი მოწვევა და მონაწილეობა მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციებზე თუ სიმპოზიუმებზე არცად ქართველ ეკონომისტს არ აქვს. ამის გარდა მას აქვს საკმაოდ კარგი გამოცდილება მიღებული მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტებში. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ეზრდება ძალიან სერიოზული, კარგი საქართველოსთვის წარჩინებული ეკონომისტი და მინდა რომ მას ცხოვრებაში კონდეს ზურგის ქარი. ბატონელად მისი გამოცდილებით და მისი ცოდნით ჩემთვის სამაგალითოა, მე მისგან ძალიან ბევრს სწავლობ და სურვილი მაქვს რომ
უფრო მეტ ხანს ვიმუშაო მასთან, რათა უფრო მეტი გამოცდილება დავაგროვო ჩემი შემდგომი ცხოვრებისთვის. თესაუს ანალიზსა და პროგნოზირების ცენტრი მე ჩემს მეგობრებთან ერთად და კოლეგებთან ერთად შევქმნით იმისთვის, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხმა უფრო ისმოდეს საზოგადოებაში იმ აქტუალურ საკითხებზე, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს და უფრო კონსოლიდირებული აზრი, რომელიც უნივერსიტეტში არსებობს, ისმოდეს უნივერსიტეტის სახელით. სოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მრავალ წარმატებულ უნივერსიტეტში უკვე არსებობს ბიზნეს ინკუბატორები, ეგრეთ წოდებული Fab Lab-ები, რაც გულისხმობს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი სივრცე არსებობს, სადაც შეგიძლია რაღაც თანამედროვე სიახლე შექმნა, რაც მთელ მსოფლიოსთვის იქნება მაღიარებული და ეს შესაძლებლობას აძლევს არა მხოლოდ სტუდენტს, რომ თავისი რაღაც ნიჭით შექმნას რაიმე სიახლე, არამედ უნივერსიტეტისთვისაც დიდი სახელია, რომ მისი კურსდამთავრებული თუ მისი სტუდენტი ახორციელებს რაღაც ინოვაციურ პროექტს. მსგავსი მაგალითებისთვის შემიძლია გითხრათ, რომ დაუშვათ Skype, როგორც არის ესტონეთისთვის, ან იგივე Facebook-ი დაუშვათ და სხვა ესეთი რაღაც გრანდიოზული პროექტები, რომელიც სოფლიო მასშტაბით შეიქმნა. მსგავსი რაღაცეები იქმნება დღეს სოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში. შეიძლება ამ მასშტაბის სულ რამდენიმე იყოს, თუმცა მაინც ეს საკმაოდ ისეთი დიდი მიღწევაა, დიდი შესაძლებლობებია ჩვენი სტუდენტებისთვის. ერთი საქმის კეთება, როგორც ესეთი, არ შემიძლია ფიზიკურად, ყოველთვის ისევ არ რომ რამდენიმე საქმეს ერთად უნდა ვაკეთებდე, ისიც ნათქვამია, ორი გურდღლის მადევარი ვერც ვერ დაიჭერს. დღე არ გავა რომ რაღაც 4-5 საქმეს ერთდროულად არ ვაკეთებდე და შეიძლება უფრო მეტსაც ვასწრებდე, უბრალოდ მე ხარისხი დაიკლებს. მეგობრებთან ერთად წავედი ხატვის გაკვეთილზე, ესე თუ შეიძლება ვთქვა და გარკვეული ნიჭით აღმომაჩნდა. თუმცა ეს ძალიან დიდ დროს მოითხოვს და საშუალება ამისი ნაკლებად მაქვს. ძალიან მიყვარს სნოუბორდით სრიალი, ყოველთვის ვერ ვახერხებ დიდი დროის დათმობას ამისთვის, თუმცა როდესაც მაქვს შესაძლებლობა აუცილებლად ვცდილობ რომ გამოვიყენო საშუალება, აგრეთვე მიზიდავს სხვადასხვა ექსტრემალური ხასიათის სპორტი, ძალიან დიდი სურვილი მქონდა გადმოვხდარიყავი პარაშუტით, რაც გავაკეთე, სიამოვნებით გავაკეთებდი კიდე. მშობლები მაქსიმალურად არიან ჩართული ჩემს ცხოვრებაში, ყოველდღიურად მეხმარებიან, თუნდაც რჩევებს მაძლევენ, დარიგებებს მაძლევენ. ზოგ მათგანს ვითვალისწინებ, ზოგს არა. მამა წლების განმავლობაში იყო იურისტი და ეს ალბათ უკვე მის ხასიათშიც არის და შემიძლია ვთქვა, რომ ის თვისებები, რომელიც ადამიანს უჩნდება ცხოვრების განმავლობაში, როდესაც იურისტი ხარ, ჩემთვისაც სამაგალითო იყო, მეც ამას ვხედავდი და შეიძლება ძალიან ბევრი რაღაცა ხასიათში თუნდაც მე სწორედ მამისგან მქონდეს. დედა გახლავთ ფიზიკა-მათემატიკის სპეციალისტი, ჩემი მათემატიკისადმი სიყვარული და ზოგადად ეკონომიკისადმი იქნება ეს თუ ზოგადად მრიცხვებისადმი არის დედა ჩემის მხრიდან გადმოცემული და მე ყოველთვის მეხმარებოდა ბავშვობაშიც დღესაც. დიდი მეგობრებიც ავართ, მარტო დედადაშვილი არა ვართ. ხო ზოგჯერ მამა ბრაზობს, რომ დასჭურჭულებთ იქ თქვენ დედადაშვილიო და მე ხო არ მიმალავთ რამესო. მეორე შვილი გიორგი მაგისტრატურაზე სწავლობს ახლა, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, წელს ამთავრებს ისიც 100%-იანი დაფინანსებით სწავლობს გიორგი. ჩემ ძმას ურჩევდი, რომ უფრო მეტი მონდომება ჰქონოდეს სწავლის მიმართულებით, რა თქმა უნდა, სწავლობს და კარგად სწავლობს. არ მხოლოდ ჩემ ძმას, არამედ ყველას ურჩევდი, რომ კარგად ისწავლონ და შემდგომ თავიანთი სხვადასხვა უნარები განავითარონ იმისთვის, რომ იყვნენ კონკურენტუნარიანები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით. ის მომენტები, როდესაც ჩვენ აფხაზეთში ვცხოვრობდით, როდესაც მე პატარა ვიყავი, მახსოვს, თუმცა ის მომენტი, რა სიძნელებიც გადაიტანეს თუნდაც ჩემმა მშობლებმა აფხაზეთის დატოვების დროს, მე ჩემი ასაკიდან გამომდინარე, ნაკლებად მახსოვს ესე შემაწუხებლად, თუმცა რა თქმა უნდა მახსოვს. აფხაზეთში დაბრუნების შემდგომ მე ვისურვებდი, რომ ჩემი შესაძლებლობები მოვახმარო ამ რეგიონის განვითარებას, როგორც ეკონომისტი მე ალბათ ვიქნებოდი სხვადასხვა საინვესტიციო პროექტებში ჩართული, რომ აღორძინდეს ეს რეგიონი, უფრო პირად დონეზე კი ალბათ ჩემთვის საინტერესო იქნებოდა იქ ბებიას და ბაბუას დაანატოვარ სახლში ცხოვრება.